ხანდახან ხრება ხოლმე. ან შემოტანა ვერ მოახერხეს რაღაცა, ხან ესაქრება, ნუ ვერ გავიგე, მაგრამ ნუ თუ იარაღი გაქვთ ერთი კოლოფი მაინც უნდა გქონდეთ დადებული. თუ ნადირობთ, მაგასაც ვერ გეტყვით რა, რომელი კალიბრი ჯო. მე რო ვიყო მაგალითად აი ამ კალიბრს ავიღებდი 5.45-ს, ეს მძიმე ტყვიებია. ამას გატანა უფრო მეტი აქვს. ამას დამანგრებელი ძალა უფრო მეტი აქვს. ნუ ცხოველს მოხვდა იმასაც ვერ იტყვი, რომელი უფრო დააზიანებს. ესეთი სისწრაფით გადის ხორცში, მთელი ხორცი გააქვს, დიდი წნევა აქვს ამას. ამას შედარებით ნაკლები. იმიტომ იყო რომ ეს კალიბრი 7.62 მერე შეცვალა ამან. ვინც შეცვალა, ის შტერი არ იყო. კი ახლა ობივატელ შეუულია თქვას, არ იქადა ეს უფრო დიდი ტყვია და მოდი ამისას ვიყიდი. ეგრე არ არის რა. ამას უფრო მეც წაიღებთ სამხედრო თვალსაზრისით, გინდა ვინც მონადირეები ხართ, იცით რა ზედმეტი 100 გრამიც რო ატაროთ, ეგეც უკვე სათრევია. თან ეს გაცილებით უფრო ზუსტად ისვრის. მაგრამ აი ამ იარაღზე ეს კაი იარაღია ეს ჩეზე ზუსტია. მოდი ახლა 5 ტყვიას ვისვრის ზედიზედ. 35 მეტრში დავკიდე სამიზნე. ხოდა ნახოთ რას გააკეთებს. ანუ მე ამ იარაღს მაგარ აი ხო არ მისწოლია, მაგრამ გეუბნებით რა, რომ მაგარ რეკომენდაციას უწევ. თან კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, უსამართლოდ იაფიღეს, იმიტომ რომ მე ამას კი არა ვყიდი. საერთოდ ვიძახი რა, რომ მინდა რომ ვიღაცა მიყიდოთ, ვინც იყიდეს, ხო გამძლე იარაღი ქონდეს და ესეთი ჯიგორი. მოდი ახლა იმაში 5 ტყვია მაქვს, ჭიჩი. გავტენო. ამა ვნახოთ 35 მეტრში